მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლის მცხეთისჯვრის მონასტრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო ექსპერტის ზედამხედველობით უკვე ხორციელდება, ასე შეიძლება ითქვას, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი საიმონ კრისტოფერ გაივარაკი. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ქალბატონ თეაონიანს. ქალბატონ თეა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ამბავია, ეხლა ყველასათვის რამდენად ძვირფასია ჯვარი ამის ახსნას არ ვაპირებ. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის და მოდით გითხარით, რას ნიშნავს მონიტორინგი, დიდი ტაძრის მონიტორინგი, რომ ავხსნათ ეს პროცესი. ზოგადად მოგახსენებთ რა იგეგმება, რა სამუშაოები იგეგმება მცხეთისჯვრის დიდ ტაძარზე. ყველასათვის ცნობილი რომ ეს არის უნიკალური ნაგებობა, საეტაპო ძეგლი, რომელმაც ზოგადად სათავე დაუდო ჯვრის ტიპის ნაგებობებს საქართველოში. ტაძარი გამორჩეულია იმითაც, რომ ის შემკულია რელიეფებით, რაც იყო იმჟამინდელი არქიტექტურისთვის სიახლე. რელიეფების კონსერვაცია გასულ წლებში უკვე განხორციელდა და სწორედ ამ რელიეფების კონსერვაციის პროცესში იყო ჩართული ჩვენს მიერ მოწვეული ექსპერტი საიმონ გაივარაკი. თუ დრო დაგვრჩა რელიეფების თემა მერე გავშალოთ. დიახ, რელიეფების თემასაც გავშლით. მიმდინარე ეტაპზე იგეგმება ინტერიერში მთელი რიგი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება და უმთავრესი პრობლემატიკა ინტერიერთან მიმართებაში ეს არის ქვის საკონსერვაციო მდგომარეობა. ანუ ქვები ზოგიერთ ადგილას არის გალეული, ატკეჩილი, განშრევებული, გამოქარული, შეინიშნება ბზარები და ექსტერიერში, ინტერიერში. და სწორედ აი ამ პრობლემების აღმოსაფხრელად, რომელიც მრავალი წელია წარმოადგენს ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის დილემას, თუ რა მეთოდით უნდა მომხდარიყო აი ამ პრობლემების აღმოფხვრა, სწორედ აი 2023-24 წლებში დაიწყო მასშტაბური კვლევითი სამუშაოები, დეტალურად იქნა გამოკვლეული ყველა დაზიანების ყველა ფაქტორი, ყველა ქვა, ყველა ბზარი, სამშენებლო მასალა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის არის და საბჭოთა პერიოდში ცემენტითაც არის მომხდარი ჩარევები, აი ამ მასალის კვლევა, დაზიანებების კვლევა და ამის საფუძველზე შემუშავდა სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდება ჩარევები. იმისათვის რომ მოხდეს ჩარევა და ეს ჩარევა იყოს საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დაცვით, აუცილებელია რომ პროცეს მონიტორინგი, ზედამხედველობა გაუწიოს სფეროში ძალიან გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელსაც გააჩნია როგორც პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და ქვის კონსერვაციის მიმართულებით, ასევე გააჩნია სათანადო თეორიული ცოდნა სხვადასხვა მეთოდოლოგიისა. აი ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოეთ, ასე ვთქვათ, კვლევა, თუ ვინ შეიძლებოდა მოგვეწვია ამ პროცესების სამართავად და ეს იყო ორი ექსპერტი, რომელსაც უშუალოდ ჯვარზეც აქვს ნამუშევარი და საბოლოოდ აი ამ ექსპერტებთან მოლაპარაკების შედეგად არჩევანი შეჩერდა საიმონ გაივარაკზე, რომელიც არის ძალიან ისეთი გამოცდილი სპეციალისტი, მას აქვს პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე სხვადასხვა ქვეყანაში ქვის კონსერვაციის მიმართულებით, გააჩნია უდიდესი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და მოვიწვიეთ პირველ ყოვლისა ეს არის მონიტორინგი და რას გულისხმობს ეს, რომ ქვის ცალკეული სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია, როგორც აღვნიშნეთ, აი ამ დაზიანებების თუნდაც ძველი საკონსერვაციო მასალის მოცილებას, ცალკეული ბზარების ინექტირებას, განშრევებული მონაკვეთების საინექციო ხსნარით ამოვსებას, გალეული ქვების შევსებას და ასე შემდეგ სჭირდება ძალიან სკრუპულოზური მიდგომა. თვითონ მასალის არ დაირღვეს ბოდიში არც ერთი მილიმეტრი ინტერიერისა. დიახ და ჩარევა განხორციელდეს, თუნდაც ქიმიური მასალის ხსნარების შერევა განხორციელდეს ისე, რომ კონკრეტული მონაკვეთისთვის იყოს მისადაგებული. ესე იგი, ყველა მონაკვეთს თავისი ინდივიდუალური სპეციფიკა, სადაც გარკვეული რაოდენობით ხსნარი უნდა შევიდეს, გარკვეული ქიმიური შემადგენლობის ხსნარი უნდა შევიდეს, გარდა კირხსნარისა არის სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მასალა, რომელიც ხელს უწყობს ქვის კონსოლიდაციას, ასე ვთქვათ, გამაგრებას და კიდევ
ანუ იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ ამ ქვებმა კიდევ რამდენიმე საუკუნეს გაუძლოს. ეს ინტერიერში ხდება, ეს ნიშნავს, რომ თქვა გარედან ხარაჩოები და შეფუთვა არ კეთდება და შიგნით არის თელი სივრცე აფეთქებული. შიგნიდან არის ინტერიერში ხარაჩოები მოწყობილი, თუმცა ამასაც შევეხები, გასულ წლებში მომზადებულია ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც განხილულ იქნა იუნესკოს-ა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ. ამ პროექტზე გაიცა გარკვეული ტიპის რეკომენდაციები, ანუ გარკვეული კომპონენტები საჭიროებს დამატებით კვლევასა და დაზუსტებას. ამჯერად მიმდინარეობს სწორედ ეს პროცესი, რომ ის პროექტიც მიყვანილი იქნას იმ კონდიციამდე, რომ ჩვენ დავიწყოთ უკვე ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დაიწყება უკვე ექსტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებიც. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად დავასრულებთ ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერს, აუცილებელია მოეწყოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. და მოგეხსენებათ, ჯვრის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არის სხვადასხვა ნაგებობები, ეს იქნება გალავნის ნაშთები თუ სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები, რომლებიც თავის ეს მოქმედი მონასტერიც არის და დიახ და სწორედ ამ მიზნითაც მოგეხსენებათ, იქ ინფრასტრუქტურა საჭიროებს მოწყობას იმისათვის, თუნდაც ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომ ვიზიტორებს სათანადოდ უნდა სულასულა და ძალიან ბევრი პრობლემაა და დანაგვიანება. ეს წლების მანძილზე რჩება გადაულახავ პრობლემად, ანუ სათანადო ტერიტორიის შერჩევა, თუ სად უნდა განთავსდეს ეს ინფრასტრუქტურა იმგვარად, რომ ის იყოს ნაკლებად ხილული, აბსოლუტურად თავსებადი ძეგლის ლანდშაფტთან და არ იყოს ვიზუალურად ისეთი დისონანსის შემტანი გარემოში, აი ესეც უნდა მოხდეს სათანადო კვლევების საფუძველზე და შეირჩეს შესაბამისი ტერიტორია, შესაბამისი არქიტექტურა დამუშავდეს იმისათვის, რომ მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურაც მოეწყოს სათანადოდ. ჩაგეჭრებით. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ჯვარი და ყველაფერი გვაინტერესებს. ფაქტიურად ინტერიერში შეიძლება ითქვას, ფრესკული მხატვრობა არ არის შემონახული. ამიტომ ის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ეს შეეხება ექსტერიერის თელ სივრცეს, იატაკსაც თუ მხოლოდ რაღაც გარკვეული უბნები იქნება. ინტერიერში კედლის მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია და სწორედ ეს პროექტი ითვალისწინებს აი კედლის მხატვრობის პირველად პრევენციულ კონსერვაციასაც, ასევე სარკმლების კონსერვაციასაც, ანუ შიგნიდან ფაქტობრივად აი ამ სამუშაოებით, დაგეგმილი სამუშაოებით ყველაფერი დასრულდება და ჯვარი მიიღებს, ასე ჯვარს ექნება დამაკმაყოფილებელი საკონსერვაციო მდგომარეობა. ამის შემდეგ უკვე გადავალთ ინტერიერზე და ინტერიერშიც იგივე პრობლემაა, ფაქტობრივად ქვის პრობლემაა. ჯვარი მოგეხსენებათ მე-6 საუკუნის დასასრული, მე-7 საუკუნის დასაწყისია და უდიდესი ნაწილი აქ შემორჩენილია ავთენტური სახით და წარმოიდგინეთ აი საუკუნეების მანძილზე ფაქტობრივად ამდენი ასეული წლის მანძილზე არსებული ქვები ბუნებრივად თან ვინც ვართ ჯვარზე ნამყოფი, ყველამ ვიცით როგორი ქარიანი ადგილია და ეს თავად ბუნებრივი გარემოც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აი ამ ქვების გამოქარვას უწყობს ხელს და აი ეს სამუშაოები რო იტყვენ არის აუცილებელი და გადაუდებელი, რაც ამ ეტაპზე იგეგმება. აუცილებლად უნდა გკითხოთ, რადგან რელიეფები ახსენეთ და ქარი ახსენეთ, ყველა მოსწრებულად ამ გამოქარვის პროცესს. გითხარით ამ რელიეფებს რადგან ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები, რა ჩატარდა, რამდენად იცავს, იმიტომ რომ ეხლა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი საგრძნობია, რო ადიხარ როგორი ქარი უბერავს, ხო? აი ამ პროცესს რა უნდა აღვდეს? სწორედ აი საიმონ გაივარაკის ჩართულობით ჩატარდა 2012-2013 წლებში რელიეფების კონსერვაცია. ეს რელიეფები არის თავის მხრივ უნიკალური ქტიტორების რელიეფებია, სტეფანოზი, დემეტრე, ხობულისცე და ასე შემდეგ. ანუ მათი რელიეფებია, ანუ ჯვრის თანადროული და მათი გადარჩენა იყო პირველი რიგის ამოცანა წინა წლებში. რელიეფები დღესდღეობით სათანადოდ კონსერვირებულია, ვარაკმა ამჟამადაც შეაფასა მათი საკონსერვაციო მდგომარეობა და თქვა რომ ეს
საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მათ დაზიანებისა და განადგურების საფრთხე მოცემულ ეტაპზე არ იმუქრებათ, რაც ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა. არ დაგავიწყოთ ერთ რაღაცას ვიტყვი მაყურებლისათვის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტრის რელიეფები. აი ჩოხაზე ჩვენ ხშირად დავობთ კავკასიაში, ვისი მოგონილია ეს ჩოხა, ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთ კავკასიელებს სერიოზული პრეტენზია აქვს და ძალიან არგუმენტირებული, მაგრამ ჯვრის მონასტრის რელიეფები არის ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ქტიტორს აქცია ცრუსახელოიანი ჩოხა, რომელიც უბრალოდ ჩოხის წინაპარი, რომელიც ქართველებს ძალიან ძლიერ არგუმენტს გვაძლევს და უნიკალურია ამ თვალსაზრისით. მე როგორც ვიცი, ბატონი არ მინდა გვარი შემიშალოს, გაი ვარაკი ატარებს ჩვენი სპეციალისტებისათვის გარკვეულ საგანმანათლებლო კურსს. აი გითხარით რა არის ეს და რას მოიცავს ეს პროცესი? ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ქართულმა სპეციალისტებმა შეიძინონ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ მათ ზედამხედველობა გაუწიონ მიმდინარე პროცესებს. ანუ ჩვენ გვყავდეს სპეციალისტი, რომელსაც შეიძლება უშუალოდ გასცეს შენიშვნები, რეკომენდაციები, მითითებები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და ზუსტად იცოდეს რა როგორ უნდა გაკეთდეს. აი ამ ეტაპზე მიმდინარეობს სწორედ ინტენსიური სასწავლო კურსი, სხვადასხვა მასალების გამოცდით, თუ ფერი როგორ უნდა დაჯდეს იმ ფერზე, რომელიც მისაღებია სარესტავრაციოდ, როგორ უნდა რა მოცულობით უნდა მოხდეს სხვადასხვა ქიმიური მინარევების შერევა, ამა თუ იმ საკონსერვაციო მასალებში, ყველაფერი ამაზე ინტენსიურ კურსს ატარებს საიმონ გაივარაკი ჩვენ სპეციალისტებისათვის და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, ის რამდენჯერმე ჩამოვა საქართველოში, როგორც უშუალოდ პროცესზე დაკვირვების მიზნით, ასევე თავად ქართული სპეციალისტებისათვის ცოდნის გაზიარების მიზნით და ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვეყოლება სპეციალისტები სააგენტოში, რომელსაც შეეძლებათ მსგავს პროცესებზე ზედამხედველობა და მონიტორინგი. უშუალოდ ტაძარი ფუნქციონირებას წყვეტს გარკვეული პერიოდით ამ სამუშაოების გამო თუ პარალელურ რეჟიმში იქნება? მოცემულ ეტაპზე სამუშაოები დაიგეგმება იმგვარად, რომ ხარაჩო დღესაც არის აღმართული ჯვრის მონასტერში, დიახ, ინტერიერში ხარაჩო დღესაც დგას, ბუნებრივია სრულფასოვანი ლიტურგიის ჩატარება იქ იქნება გარკვეულ ხელის შემშლელი, მას ხელი შეეშლება, როცა ინტენსიურად წარიმართება საკონსერვაციო პროცესები, თუმცა ჩვენ ბუნებრივია ვითვალისწინებთ ეკლესიის საჭიროებებს მსგავს შემთხვევაში და როდესაც არის საეკლესიო დღესასწაულები, ან მათ სურთ რაიმე ესეთი საეკლესიო ჩატარება, ლიტურგიის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ეს და საკონსერვაციო სამუშაოები დროებით შეწყდება. დიახ. მაგრამ ცხადია ერთი რამე, როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდი, მცხეთის ჯვარით მისი ასაკიდან გამომდინარე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. და ეს მას სჭირდება. ძალიან მოკლედ ცოტა დრო დაგვრჩა და ძალიან მოკლედ რადგან ხა მცხეთას ვახსენებ და ჯვრის მონასტერს ვახსენებ, არ შეიძლება არ ვახსენოთ სვეტიცხოველი, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი. რა ხდება ამ ტაძართან მიმართებაში? სვეტიცხოველთან მიმართებაში წლების მანძილზე იგეგმება მთელი რიგი საკონსერვაციო სამუშაოები, თუმცა წყლის ინფილტრაცია, რომელიც გასული წლის მარტში მოხდა, ეს პროცესები გარკვეულწილად დააჩქარა. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მთელი რიგი კვლევები, ეს იყო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური კვლევა, ტაძრის მთელი პერიმეტრის გარშემო, როგორც უშუალოდ ტაძრის ტერიტორიაზე, ასევე მოვახდინეთ მისი სკანირება, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის, დეტალურად დაფიქსირდა ყველა დაზიანება, გრძელდება სტრუქტურული კვლევები, სადაც დადგება შესაბამისი აპარატურა, რომელიც მილიმეტრის სიზუსტით მოგცემს განსაზღვროთ შესაძლებლობას ბზარების დინამიკა, შევისწავლოთ ტაძრის კონსტრუქციული მდგრადობა, რომელიც უკვე წინა წლებში შესწავლილია, მაგრამ ახალი კვლევები არის იმ ძველის თუნდაც შედარებითი ანალიზისთვის კეთდება ეს ყველაფერი და აღნიშნული კვლევების აქაც გეგმავთ ესეთი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რომლებიც უხელმძღვანელებენ უშუალოდ პროცესს და სვეტიცხოვლის ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წლის მანძილზე, რამდენიმე წლის შემდეგ სვეტიცხოველიც იქნება იმ მდგომარეობამდე მიყვანილი, რომ მის არც ინტერიერს და არც ექსტერიერს და მის მდგრადობას არ შეექმნება არანაირი დაზიანების ან თუმცა მუდმივი მონიტორინგი
მონიტორინგი ორივე ძეგლს სჭირდება. ძეგლებზე, ну ისევე როგორც სამთავროზე, ახლა ვაკეთებთ დამცავი კედლის რეაბილიტაციას, გაკეთდა წმინდა ნინოს ტაძრის კონსერვაცია. ანუ ეს არის მუდმივი პროცესი. ხო, ეთქი ძალიან ვამაყობთ, რომ ესეთი დიდი ისტორია გვაქვს და მართლაც ამაყვა, მაგრამ ეს იმხელა ზრუნვას მოითხოვს. ეს ძალიან დიდი მოითხოვს. პასუხისმგებლობაც და მუდმივი ზრუნვის საგანიც ჩვენთვის. წარმატებები, დიდი მადლობა. სტუმრობისთვის შევისვათ.